პროგრესი აუცილებლად მოვა. თავარია გზაზე ციციკორი არ გადაგეღობოს. ბიჭო, შეოტროველა არ აქვს ხვენიან. რას ასულელებამ ბალღებსა? ციციკორეები მრავლად არიან მთელს მსოფლიოში. ისინი ცემდნენ, ჩაგრავდნენ და დევნიდნენ ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებების გამო. ჯოჯოხეთის ტარტაროზებო! ციციკორე! მღვდელო! ხალხი ხალხენა! იდეალისტების და ამპარტავნების სამყაროში მარიტასა და გედიას ვერავინ გაუგო. ისინი საზოგადოების წინააღმდეგ არ წასულან. მათ მხოლოდ თავისუფლებას სურდათ, მაგრამ ხალხმა ეს შეურაცხყოფად მიიღო და ჭკუის სასწავლებლად ამ ადამიანების ყველაზე ფაქიზი გრძნობები გათელა. საოცრება იყო მარიტა, რომელიც მე მგონი რაღაცა ხელთუქმნელი ხატის შთაბეჭდილებას ტოვებდა და რაღაც აი ესეთ ხატად დარჩა ფაქტობრივად ჩვენ ცნობიერებაში. მოწვილებო, ქვეყანა სამი რამ აკლია: ცას, კიბე, ზღვას ხიდი და ადამიანს სამართალი. კარგად დაიმოწე. ყოველი ეპიზოდი იყო ფაქტობრივად ძალიან დინამიური და შემოქმედებითად გააზრებული. ეხლაც ამასთან, როდესაც აღვადგინეთ ნატვრისხე და კვლავ ვაჩვენეთ და მე მგონი რომ ეს უკვე დაძველებული ფილმი არის. ეს ფილმი ისევ ჟღერს და ისევ იყურება და ისევ ისეთივე არაჩვეულებრივი ჩაწერა არის და ისეთივე სავსე არის გრძნობები და ცოტა დააკლდა თითქოს თანამედროვე კინემატოგრაფს საერთოდ აი ეს რაღაც დიდი ვნებები და გრძნობები. მარიტამ იცის, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი სულიერია. თუმცა უმეცრების, სიხარბისა და სხვა მანკიერებების ნაცვლად აქ პატიოსნებას, სიყვარულს და კაცთმოყვარეობას დასცინიან. სიყვარულის ნიჭს მოკლებულები ცდილობენ სხვაში სიხარულისა და ბედნიერების ნაპერწკალი ჩააქრონ. აქ არ გაგაჩნია პირადი ცხოვრების, გრძნობების და ოცნების უფლება. წაიღო შენი ჩუსტები არწივ. ნატვრისხე პერსონაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გმირები და მათი ისტორიები კი უკვე კლასიკად ითვლება. თავჩაქინდრული, ღირსება აყრილი და მორჩილი ცხოვრება. ეს ციციკორეს გზაა. გზა, რომელსაც დღესაც გავდივართ. ამ გზაზე კი ადამიანის ბედი და მისი კეთილდღეობა ფასეულობას არ წარმოადგენს. ასევე გამორჩეული არის სოფიკო ჭიაურელის გმირი ფუფალა, რომელიც მიუხედავად ხელოვნური შეფერილობისა, მაინც ყველაზე გულწრფელი, ამაყი და თავისუფლების მოყვარული გმირია, რომლის მიმართ საზოგადოებას არ აქვს ემპათიის გზნობა. ციციკორეს გმირი შეიძლება მივიჩნიოთ კულტურის სიმბოლოდ, იმ დამახინჯებული კულტურის, რომლის გამოც იჩაგრება უამრავი ადამიანი. ნატვრისხის ფინალში ფუფალას ტრაგიზმი კულმინაციას აღწევს. სესილია თაყაიშვილის უსიტყვო მონოლოგი კი კინოისტორიის საკუთრებად იქცა. ხშირად სამყარო სრულიად გაუგებარი ხდება აბსურდულობის გამო, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის. ისტორიული პროცესების შედეგად ყველაფერი იცვლება. იცვლება სამყაროს შესახებ არსებული შეხედულებებიც. თუმცა ჩვენი საზოგადოება სიახლის მტერია. უსიყვარულო ქვეყანას კი დიდი დრო არ უწერია. დამპალი ძველი უსიყვარულო ქვეყანა უნდა დაიგრას დაუყოვნებლი. მოგეხსენებათ წელს, როგორი მძიმე წელი იყო 2014 წელი უფრო სწორედ, 20 ქალი მოკლა ქმარმა. ესე იგი ეს კვლავ მოვიდა ეს თემა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ქალის ჩაგვრა ასე არ იყო ჩადებული მაშინ ჩვენ რომ ვშოვთ, ეს იყო საერთოდ ძალადობის წინააღმდეგ და ასე ვთქვათ ტოტალიტარული სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც განასახიერებდა ციციკორე, რომელიც თითქოს ძალიან სწორ რაღაცებს ამბობდა და კეთილსაც, მაგრამ ამ დროს ეს ბოლოს და ბოლოს მიდიოდა ასე მსხვერპლის შეწირვამდე. ამიტომ აღმოჩნდა, რომ ამ ფილმს სრულიად უცხო წახნაგიც აქვს დღეს ჩვენთვის და ამ თვალსაზრისითაც უნდა გამიხილოთ ის, რომ აი ეს რაღაცა დევს ოჯახის, წევის, ქალის, ჩაგვრა ყველა დევს ამ ქართულ კულტურაში და ძალიან ძიმი არის ეს და აღმოსაფხრელი და ამასთან დიდი ბრძოლაა გამოსაცხადებელი. ადამიანები ოცნებობენ სიყვარულზე, თავისუფლებაზე. ყველა საკუთარ ნატვრისხეს დაეძებს და სასწაულების ასრულებას სთხოვს. თუმცა რამდენი ციციკორეც არ უნდა შეგვხვდეს ცხოვრების გზაზე, პროგრესი აუცილებლად მოვა. მერთო მაპოვნით, მერთო მაპოვნით.